პირველად ტრამპი რო გახდა პრეზიდენტი, მაშინ დავწერე ლიბერალში დიდი სტატია. და ვაბრალებდი ამას დემოკრატებს ზოგადად და ესე იგი ყველა აი იმ პროგრესის ვინც ესე იგი მოახერხა და ეს ჰუმანური ღირებულებების შეიტანა და კონსტიტუციაში დააფიქსირა, ამერიკულ კონსტიტუციას გულისხმობ ან ევროპულ დასავლურ კონსტიტუციებს რა. და რო დაფიქსირდა ეს ჰუმანური ღირებულებები, თქვათ ეს უმცირესობების დაცვა, ფემინისტური მომენტი, ეს რაღაც ყველა ეს ჰუმანისტური ისინი თქვათ, იგივე რაღაცა ფერადკანიანებთან კავშირში, ამაში, იმაში, ყველაფერში, მოკლედ, როგორც კი ეს კონსტიტუციურად დამტკიცდა და ესე იგი გახდა ესე იგი თვითონ საზოგადოების რაღაცა დიდი მიღწევა, გაიგე დაწყნარდნენ. და ახლა გაიგე ესე იქნება და აი ვიცხოვრებთ ასეთი ჰუმანური მაღალი წესით და წყობით და ოკეია რა, გაიგე აი ესეთი ის ქონდათ მიდგომა. ის კი არა რომ ის რაც ვიღაცა მცირე რაღაც ჯგუფმა იბრძოლა და განახორციელა, რომ ეს ადამიანებს არ ესმით. ადამიანს არ ესმით, რატომ უნდა დაიცვა, თქვათ, აი უმცირესობები რას ნიშნავს, უმცირესობები რას ნიშნავს, ლოკალური კულტურები, არ ესმით ადამიანებს. ესე იგი აქვთ რაღაცა ერთი თავისი პატარა ფორმულა თავში და გონიათ რომ ეს ფორმულა არის სამყაროსთვის ჭეშმარიტება და მე ვინც მოვა ვიღაცა თქვათ დიქტატორული რაღაცა სურვილებით და რაღაც და ეთქვის რა ხო აი თქვენი ფორმულა ყველაზე სწორია გამიგე ეგრევე ხელს აუწევენ არჩევნებზე და გათავდება და ესე იგი ამ პროგრესისტებს ამის შემდეგ რომ დააფიქსირეს კონსტიტუციურად თავისი ამხელა მიღწევები ჰუმანისტური რაღაცა იდეების ესე იგი მერე უნდა დაეწყოთ სერიოზული მუშაობა განათლებაზე და ეს პირველად კი არ ხდება და ის რაღაც ის კი არ არის ჰაერიდან მოტანილი და იმიდან არა ამერიკაში ეს მომხდარა მე-19 საუკუნის ბოლოს იყო მგონი ზუსტად არ მახსოვს ორმა კაცმა ესე იგი 10 წელიწადში განათლების დონე აუწია მთელ ამერიკას მე ამაზე ჩავწერ სპეციალურად ესე კი ეს მოვლენა ეს უცნობილესი მოვლენა ეს ორი კაცის ეს ინიციატივა რომელიც ეს გახდა მთელი ამერიკის ინიციატივა და გაიხსნა ეს სკოლები სასწრაფო რეჟიმში რაღაცა ისე რომ იყო წარმოუდგენელი დონის დაბალი განათლება ესე კი ამერიკაში ამას ვლაპარაკობდი ჩვენ ამ იმაზე რა ქვია ჩვენ მთავრობის წინააღმდეგ რომ ვინც კი იბრძვის ყველამ უნდა თავისი წვლილი შეიტანოს განათლებაში საქართველოში და ესე იგი ოპოზიციას უნდა გაეკეთებინა 12 წელიწადში ის რომ ესე იგი ხალხი წინ წაეწია და ამაზე ემუშავა და არა ქოცინაცის სიგოიმეში შესულიყო და მარტო ეჭყიპინა და ეღრინა ხო და ნუ კარგი ეს რაც არის არ გაკეთდა მაგრამ ეს დიდ მასშტაბში საერთოდ როგორც გითხარი დასავლეთმა უზარმაზარი რაღაცას მიაღწია ლიბერალიზმმა მიაღწია იმას რომ ესე იგი ჰუმანისტური ღირებულებები დაფიქსირდა კონსტიტუციებში და მათი განმარტება მათი შემოტანა როგორც ესე იგი მათი შემოტანა როგორც ცოდნის რა არის ამის უკან რატო არის ეს ღირებული რატო უნდა დაიცვა შენ როცა არ ახარ ჰომოსექსუალისტი რატო უნდა დაიცვა ჰომოსექსუალისტის თქვა უფლებები აი ეს არავის არ აუხსნეს არავის არ გააგებინეს და აი ამის გარეშე რომ დარჩა ეს რიგითი ადამიანი ამერიკელი აი რას ქვიან აი ცენტრალურ შტატებში ვინც არიან რა ეხა ხომ იცით რომ სანაპიროებზე აღმოსავლეთის დასავლეთის არის განვითარებული დიდი ქალაქები ხო თქვა დავიცი ნიუ-იორკი ლოს-ანჯელესი სან-ფრანცისკო რა აი ამის გარეთ ეს იგი ცივილიზაცია არის ძალიან დაბალი დონის ამერიკაში ხო არის ეს რიგითი იმ ჩემ სტატიაში ლიბერალში დაწერა ტრამპი იმიტომ მოვიდა და ტრამპის მხარდაჭერა იმიტომ იყო მაღალი და იმიტომ მოუგო კლინტონს რომ ესე იგი მაგის მხარეზე იყო აი ეს რასაც ვეძახით ნაცისტური ზონა აი ეს ნორმალური ადამიანი აი ეს რიგითი ადამიანი რომელსაც საერთოდ არ ესმოდა დემოკრატიული ღირებულებები ჰუმანისტური ღირებულებები რა არის და რატო არის რომ აი ესე იგი ადამიანი უნდა აირჩიო ისეთი რომელიც ამას იცავს ეს წინა აქვს წამოწეული და ესე იგი ცდილობს რომ განავითაროს სწორედ ეს ხაზი და ამ ხალხს უთხრეს რომ ესე იგი აი თქვენ ხართ ამერიკელები და ჩვენ არავინ არ გჭირდება ჩვენ უნდა გამდიდრეთ ჩვენ უნდა კიდევ უკეთ ვიცხოვროთ ჩვენ ყველა მილიონერი უნდა გავხდეთ ამ ქვეყანაში ესნა იყოს რაღაც ოქროს ხანა რაც ეხლაც იმეორებს ეს ტრამპი ასე ვთქვათ ესე იგი და მაშინ დავწერე რომ აი ამის გამო მოიგო და ეს იყო უდიდესი შეცდომა აი თვითონ იმ ხალხის ვინც
ესე იგი აი შექმნა ამხელა კულტურა, ესე იგი ლიბერალების აი ეს ამხელა კულტურა და შემოიტანა ეს პროგრესი და რასაც ქვია პროგრესიზმი, ხო? კარგით. ეხლა რა მოხდა? ეხლა მოხდა ის, რომ უცბად იმ შტატებმა, რომელმაც მხარი საერთოდ არ დაუჭირეს, ესე იგი ტრამპს, მათაც დაუჭირეს მხარი. და რატო დაუჭირეს? აი რომ გაანალიზო, რატო მოხდა იგი? არა მარტო აი მე რა ნაცისტებმა ზუნამ. ისინი თავისთავად ისევ იქ არიან, ხო? მაგრამ ეხლა მოიგო წარმოუდგენელი იმითი რა ქვია, დიდი განსხვავებით ხმებში, ხო? რატო დაუჭირეს აქეთა ესე იგი პროგრესულმა ნაწილმაც, ხო? იმიტომ რომ ყელში ამოვიდა და ყელში ამოიყვანეს ყველასთვის პოპულისტებმა და ვოუქებმა აი ეს თავისი გაბანძებული აი ეს კივილი, წივილი, ყველაფერზე ყვირილი, ესე იგი სრულიად გავაანალიზებლად, სრულიად ესე იგი ჩაღრმავების გარეშე, რო კივიან და წივიან ყველაფერზე, ომი იქნება თუ რაღაც მოვლენა იქნება თუ რაღაცა, ყველგან ესე იგი თითის ქნევით მორბიან, ესე იგი ასწავლიან ყველას ჭკუას და არიან ყველაზე წინ ყოფი ჰუმანისტები, ყველაზე წინ ამ დროს ჰუმანისტები კი არ არიან, ფორმალისტები არიან, რომელთაც არ ესმით მოვლენების ბუნება, ვერ იგებენ რა არის მოვლენის ბუნება, აი თქვათ, არ ესმით რა არის ტერორიზმი. აი არ ესმით უბრალოდ რა, აი ხო ტერორისტული მოვლენები ხდება, თქვა ხდება, არ ვიცი, 100-ჯერ დედამიწაზე წელიწადში, ხო? და არ ესმით, რომ აი ტერორიზმს სჭირდება აღმოფხრა, სხვა გზა არ არის. იმიტომ რომ ტერორიზმი არის ის, რაც ანგრევს საერთოდ ჰუმანიზმს, მორალს, ყველაფერს. ესე იგი, აი ბატლა არის, ნუ ერთ-ერთი ყველაზე მაგარი ფილოსოფოსი რა, ამჟამად და რაღაც. ბატლას ინტერვიუს უსმენდი და ეს ქალიც კი არის შეცდომაში შესული. ეს კი იმდონეზე არა, როგორც პოპულისტები რასაკვირველია, მაგრამ ინტერვიუს უღებდნენ და პალესტინაზე ეკითხებიან და ამბობს, ხო, რასაკვირველიაო, ნუ ეს ტერორიზმი კატასტროფაა, რაც გააკეთეს 7 ოქტომბერს, ეს არის წარმოუდგენელი რაღაც, ეს კი კაცობრიობის წინაშე დანაშაული და ეს ყველაფერი არისო, მაგრამ ეს ხო ცარიელ ადგილზე არ არისო, აი ესეთ რამეს ამბობს. ეს არის უდიდესი შეცდომა, ცარიელ ადგილზე არა, რატომ? ეს რომ ტერორიზმს არ ეხებოდეს და ეს იყოს ომის თქვათ გადამეტებული რაღაცა, ის რა ქვია, ძალისხმარება და რაღაცა, კი, რასაკვირველია, მაშინ უნდა იბრძოლო, მაშინ უნდა გააკეთო ისე რომ ეს ჩადგეს ყველაფერი კალაპოტში, მაგრამ როცა ტერორიზმს ეხება რამე, ეს არის ნუ როგორ გითხრათ რა, აი ეს უკვე აღარ არის ადამიანის ტერიტორიაზე ეს არ ხდება, ეს არის ადამიანის მიღმა. ამიტომ მიღმიერთან არ შეიძლება თქვა, რომ აი ცით ეს ხო ცარიელ ადგილზე არ ხდება, აი ჩომსკის ყველაზე საყვარელი არგუმენტი რა, ესე იგი კრეტინი ჩომსკის. და ეს რატო აი მაგალითად აბელი და კაინი რა და აი მოკლა რა კაინმა რა, მაგაიგე ძმა დაბრიდა და ესე იგი, ნუ ვიცით, რომ აი კაინი არის ის, ვინც შემოიტანა ეს მკვლელობა რა, სამყაროში შემოიტანა, ხო? ჩვენ ხო არ ვამბობთ, ეს ხო ცარიელ ადგილზე არ მოხდა? აი კაინმა ხა ცარიელ ადგილზე ხო? შეიძლება აი პროჭი იყო რა, ვიცი, აბელი და იმიტომ მოკლა რა. ან რაღაცა მიცა წაართვა, ან რაღაც გააკეთა, ან ფული გამოცინცქლა, ან რაღაცა და ამიტომ ჩვენ ამას არ ვამბობთ, ხო სწორია. ჩვენ ვამბობთ, რომ ესე იგი, ესა კაინი ერთმნიშვნელოვნად არის მკვლელი და აქედან იწყება მკვლელობის ისტორია. არავინ არ სვამს კითხვას, აბელი იყო დამნაშავე, თუ არ იყო დამნაშავე. აი ესეთი რამეა ტერორიზმი. ესე იგი, ტერორიზმს როცა ადამიანი ჩადის, უკან რა არის, არავინ არ უნდა იკითხოს. ის არის ტერორისტი, აი მაგალითად მოუკლეს ვიღაცა შვილი და დედა. თქვა სიტყვაზე რა და წავიდა და მოუწყო, თქვა ინგლისში ტერორის აქტი და დახოცა ვიღაცა 20 კაცი აფეთქა ბომბა. არ მაინტერესებს დედაშვილი მოუკლეს ამას თუ რა გააკეთეს თუ მიწა წაართვეს თუ რა ჩემ ფეხი კიდე. მაინტერესებს მხოლოდ ის, რომ ამან ჩაატარა ესე იგი ისეთი აქტი, რომელიც გადის საერთოდ ადამიანის მორალის და ყოველგვარი, ესე იგი რასაც ქვია კეთილი და ბოროტი ამის გარეთ. და ეს დგას გარეთ. აი ამას ვერ იგებს ადამიანი და ბატლაც ძალიან დაიბნა თავისი შტერით, რომ ეგეთი რამე თქვა, მაგრამ ეს ხო ცარიელ ადგილზე არ ხდება. ტერორიზმი არის აი ისეთი აქტი, როგორც კაინმა ჩაიდინა და არავინ არ იკითხავს. ცარიელ ადგილზე იყო ის, რაც აბელმა ქნა იქ თუ არა, რატომ მოკლა? გაიგეთ?
მიმხვდი რა შეა საქმე? ესე იგი, აი ეს მინდა გითხრათ რა, ბიბლიური მაგალითი იმიტომ მომაქ, რომ ესე იგი, ეს არის რუბიკონი. ამის იქით მორჩა, იქ აღარ არის ლაპარაკი საერთოდ არავითარ წყობაზე, კანონზე, სიმართლეზე, სიკეთე, ბოროტება, არაფერი. ეს არის ბოროტების და სიკეთის მიღმა. იმან ჩაიდინა ბოროტება, შენ არ შეიძლება ამით უპასუხო. არ შეიძლება უპასუხო ამით. გამიგეთ რა შეა საქმე? შენ აი ისეთი რამე გააკეთე, რაც ადამიანში არ უნდა ეწეროს. გამიგეთ, აი ეს მინდა გითხრათ, ხო? ხო და კაი, უკან რომ დავბრუნდეთ და ესე იგი ვილაპარაკოთ ისევ იმაზე, რომ აი თქვა რა ხდება დღეს. აი რა სიტუაცია არის, აი რა იჩითება, აი დღეს რატომ არის რომ ესე აიყარა სამყარო და აიბნა, ხო? იმიტომ რომ აი ვოუქებმა შეგვაპარეს ეჭვი ყველაფერში რა, რომ თურმე ესე იგი აი ამას ეძახიან რა ლიბერალურ ფაშიზმს, ხო? ეს ტერმინი ამას იყენებს ბატონი იდიოტი კობახიძეც, ვიღაცა პრეტენზიით ინტელექტუალიზმზე შემოაქეს კითხვით ნიშნად და ვიღაცა იდიოტი წერს ამაზე წინგს, იდიოტურ წინგს, რომელიც გააკრიტიკა მთელმა სამყარომ და ესე იგი უნდა დადგინდეს რა არის ეს ლიბერალური ფაშიზმი. ლიბერალური ფაშიზმი არის რა? გაფრთხილება იდეის და სიბრტყიდან მოქმედება. როდესაც შენ არ გესმის სიღრმე მოვლენის, არ შეგიძლია დაადგინო რა არის ეს მოვლენა, რა ადგილი უჭირავს ამას, სად უნდა რას უნდა შეუთავსოთ, აი რა ტიპის კატეგორიის მოვლენა, როგორი რეაგირება მივცეთ. აი როდესაც შენ მოდიხარ და ვიღაცამ გაისროლა და მოდიხარ და კივიხარ და ფეხებს ურტყავ გაიგე, აი ომი ცუდია, არ მინდა ომი, არ მინდა ომი, ამას კივიხარ, შეხარ პოპულისტი, შეხარ იდიოტი, იმიტომ რომ შენ არაფერი არ იცი იქ რა მოხდა, რა იყო, არ არკვევ ამას. გამიგეთ, იმიტომ რომ ომი იგივე ნაწილია კაცობრიობის, რაც მშვიდობა. ამას მაგალითად ეგეთი რამე გამოაცხადა მასკმა, რომ ეს ყოველთვის იქნებაო, ჩვენ დავკრობთ მთელ კოსმოსს და მაინც იქნებაო, როგორც კინოებშია რა, პლანეტარული ომები, ბრძოლები და სწორია მატერიალური სამყაროს თვისებაა რა. გამიგეთ, ეს იგი და ამ თვისებას ჩვენ ვცდილობთ, რომ რაღაცა კანონის ფარგლებში მოვაქციოთ. და მე შიგნით ვიმუშაოთ ამ კანონს, ამიტომ გვაქვს, რომ შემოვიდა ომის კანონი. ვის გაუგია ომის კანონი, ხო? ესე იბრძოდა ნაპოლეონი, ესე იბრძოდა თქვა მაკედონელი და ვინ იბრძოდა ეგ? არავინ არ იბრძოდა, ხო? ესე კი ამ ჰუმანისტურმა მიდგომებმა ისიც კი მოიტანეს, რომ ჩვენ შემოვიდეთ ომის კანონები. აი გადამეტება, რეაგირება, რაღაც არის, აი უკვე არის ეს კანონიკა შემოტანილი, რომ როგორ უნდა იყოს ომი, იმიტომ რომ თავად ომს გაიგე შეუძლებელია ეს ამოიღო და შეიძლება ყველაზე არაჯამთელი მომენტი იყოს საერთოდ რომ ამოიღო, როგორც გაგება, იმიტომ რომ კაცობრიობა მაშინ უნდა იყოს სულ სხვა დონეზე და ეს გვინდა ძალიან. ეს გვინდა, ეხა იმედი გვაქვს, რომ აი AI, ეს ხელოვნური ინტელექტი, აი ესე იგი, როდესაც გაგვაძლიერებს და თქვა შეძლებს, რომ ჩვენ ტვინში ეს დაჩრდილული უბნები რა, აი ეს სიგოიმე, აი სასწაული მუტრუკიზმი, აი ეს აგრესიულობა რაღაცები ეს გაგვინეიტრალოს, რომ შესაძლებელია, რომ მთელი კაცობრიობა გადავიდეს სხვა ეტაპზე. და თქვათ აგრესია ამოღებული იყოს, მაგრამ სანამ არის აგრესია შიგნით, იქ იქნება აუცილებლად ომიც და კანონებით შემოღებული როგორ უნდა ვიომოთ. მაგრამ როგორც გითხარით, ტერორიზმი არის მიღმა, ყველაფრის მიღმა, უბრალოდ არის მიღმა. იმიტომ ეს ბრძოლის წესი არ არის. ეს არის ის, რასაც რესენტიმენტს ეძახის ნიჩე და ეს არის ყველაზე უფრო ნაგავი, რაც კი შეიძლება ადამიანში არსებობდეს და თავად ტერორის აქტი არის outstanding, გარეთაა ყველაფრის, გამიგეთ? ეგ არის. ხო და ამიტომ ვამბობ, ეხლა მოიგო ტრამპმა, იმიტომ რომ აი anti-woke movement-მა დაუჭირა მხარი და ბევრმა ინტელექტუალმა დაუჭირა, ვისაც ესმის, რომ ეს აი ის რომ ვიღა დეგენერატები თქვათ შავებს უდგებოდნენ მუხლებზე და ბოდიში რომ ბაბუა ჩემმა დაგჩაგრა და რაღაცას წიოდნენ და ის რომ გაიგე ამერიკაში დღეს თქვათ შავი პრეზიდენტიც იყო რაღაცა და კიდე თურმე არსებობს გაიგე ეს ჩაგვრა, იმიტომ რომ ეს ჩაგვრა რასაკვირველია არსებობს მეტასტაზის სახით, მაგრამ შეიძლება რომ აქედან გააკეთო აი ეს ვოუკის ისეთი მოძრაობა, რომ შენ თქვა რომ არა, აი დღეს არის რასიზმი. რასიზმი ერთი მოვლენა, მეტასტაზები ყოფილი და ისტორიის
რასიზმის სხვა მოვლენა სრულიად და სხვანაირად უნდა დამოკიდებულება და სხვანაირად უნდა მოვლა. და ამათმა შექმნეს ეს ისტერიკა, პანიკა, წივილის, კივილის, აი უტვინო ხალხმა, ბავშვებს ხოცავენ და რაღაცა და ბავშვებს თუ ხოცავენ და აგერ მოგცემ 1000 ბავშვი მიკლული იმაზე ფოტოს, რა უნდა გაკეთებათ და გავაგიჟებ თელ სოფლიოს და გამორბის კიდე და კიდე 1000 იდიოტი პოპულისტი ბავშვებს ხოცავენ და ესეთი გამიგე, ესე იგი წინააღმდეგობის მოძრაობა ყველაფერთან ეს მოსულა, ყველაფერთან მოსულა, აი მოსულა იმასთან, რომ თქვა შენ გაიგე იბრძვი ყველა სიტუაციაში რაღაცა ეშმაკეულის წინააღმდეგ. ამას ხო ხმარო პირობითად, ხო ხვდებით რომ ეხა ეშმაკი და ღმერთი არ შემოგვაქვს როგორ დიქოტომია. მაგრამ აი შენ იბრძვი ყოველთვის. კი, ბრძოლა საჭიროა, მაგრამ შენ უნდა იბრძოლო და არა გწამდეს, რომ შენ ჭეშმარიტებაში გაქვს ფეხი ჩადგმული რა. და შენ ეხლა აი ამ წუთში რომ იძახი სწორს იძახი, სისწორის გრძნობა არის ყველაზე დიდი ფაშიზმი. თუ შენ არა გაქვს შინაგანი სკეპტიციზმი საკუთარ თავზე, რწმენაზე, შენ ცოდნაზე, ყველაფერზე, შენ უკვე ფაშიზმის გზაზე ხარ და დგეხარ. ამიტომ, ესე იგი, რო ამბობენ, აი ლიბერალურ ფაშიზმს, ამას ჭირდება გარჩევა. ლიბერალის ამით არაფერი არ აკლდება, 1%-იც კი. ეს გადახრებია იქით, აქ ნეოლიბერალიზმი მერე ჩვენთანაც და გარეთაც ყველა დებილი კიო და მარტო ნეოლიბერალიზმს უნდა ვებრძოლო, არც იცოდა რა არის. ეს იყო მხოლოდ ესე იგი დოქსა. დოქსა არის აი საერთო წარმოდგენა რო გაქვს რა, რაცხა გაგიგია, რაცხა მოგისმენ და ყველა კიოდა, რომ პირველად რომ შემოვიდი FB-ზე, ხო? ყოველი მეორე დებილი FB-ზე წერდა ნეოლიბერალი და ამასა ყველაფერთან იმაშვებოდა, აწეპებდა კაპიტალისტანაც იმასთან და ყველაფერთან, სულერთია, ყველაფერი ცუდი იყო. გაიგე, რა, მხატვრობა ცუდია, ნეოლიბერალისტურია. ისაც ყველაფერი დებილების კამანდები რა, ეგეთი დიდი რა. ხო და აი როდესაც გაიგე ცოდნა ბრტყელდება, გაიგე და ხდება დეკორატიული და დეკორატივის კიდე ემატება ისტერიული კივილ-წივილები, აი მაშინ არის ეს აუტანელი და ამიტომ ისე მოედო ეს ამერიკას, ევროპას ცოტა ნაკლებად, მაგრამ ამერიკას ხო საერთოდ, იმიტომ რომ ეგ იყო ძალიან ტემპერამენტული ხალხია ზოგადად და ეს სოციალურად ჩართულობა მაღალი აქვს ძალიან, ბევრად მეტად ვიდრე ევროპელებს. და აი ისე მოედო, რომ უცბად აი ამ შტატებმაც მისცეს ხმა, ესე იგი იმას ტრამპს და გაიმარჯვა და მოვიდა ტრამპი და უცბად დაიწყო რაღაცა კატასტროფების კეთება, გაუგებარი კატასტროფების კეთება. მაგალითად როგორი რამე ქალებს რა თუნდათო განათლებაო და უზარმაზარი რაღაცა გრანტები და სტიპენდიები ჩამოაჭრა ქალებს უნივერსიტეტებში. პირველი გააკეთა ეგეთი რამე რა. ესე იგი, ნუ ტალიბანი არ გააკეთებს ეგეთ რამეს, ხო სწორია რა. ეგეთი უცნაური რაღაცეები რა. აი ეგეთი ეხა მაგალითად ხო ძალიან იმედი მაქვს რა, რომ აი ეს 500 მილიარდი ჩაიდო Stargate პროექტში რა. ეს არის ესე იგი ხელოვნური ინტელექტის განვითარების პროექტია რა, რომ უნდა განვითარდეს ხელოვნური ინტელექტი და კიდე კარგი რომ ესე იგი მანდაც არ ფიგურირებს მასკი. ესე იგი ალტმანია აი მასკის ბოდიში და დიდი ხანი მეგობრები იყვნენ და ეხლა მტერილამის და ნუ ისეთ სასტავი რა, რომელიც ესე იგი რომელიც არ არის რა, არ იკვეთება მასკთან და ეს ოდნავ მაინც რაღაც მეუბნება რომ თლაც სიგიჟეში ავცხოვრობთ და ეს დუეტი არ შეიკრა და ეხლა დუო სასტავით არ უტირებს ყოფას დედამიწას. ის რომ რაღაც გრენლანდია და კანადა და ის ამოატირტება რა და რამდენი ხანია ეს არსებობს რომ კანადა უნდა მიუერთდეს ამერიკას ეს იდეა და საერთოდ რაღაცები ეს არსებობს ხო გრენლანდიასთან მოლაპარაკება დიდი ხნის წინ იყო რაღაცა შეთავაზებებით რაღაცა ესენი წინ წამოწია პოპულისტური ჟესტებია რა ეს მოხდება არ მოხდება კაცმა არც და არც მოხდება დარწმუნებული ვარ უბრალოდ აი რომ ბაქიობს რომ მაგარი ტიპი ვარ რა ეგეთი გეოპოლიტიკური რაღაცები და შევცვალო მიცვალო მოუცვალო ეგეთი არსებაა გამიგეთ ხო და ნუ მაგით იკეთებს იმას რომ აი აშინებს ყველას ეხა მაგალითად პუტინსაც რა რომ მე ეგეთი ტიპი ვარ რა მე ხა მოვალ აი ესე ვიზავ კანადას მივიერთები გერლანდიას ამას უზავ იმას უზავ და ნუ ეს არა კუნთებს აჩვენებს რომ აი ნახე როგორი მაგარი ტიპი ვარ და რაღაცა ხო და ამიტომ აჩმორებს ტიპებს გასაგებია და ეს არის ნუ ჟესტებია რა მაგრამ ეს თუ გადაიზარდა ავტორიტარიზმში არა ნუ ესე იგი ჩათვალეთ რომ ევროპის მეტი არაფერი აღარ დარჩა ქვეყანაზე და აი ის გამოთქმა რომ ევროპა არის
ესე იგი ბაღი და დანარჩენი ჯუნგლები მართალი ყოფილა და ამერიკას ჯუნგლებიაც მაო. იმიტომ რომ ესე იგი გაიგე კულტურულად ვერ მოთეკეს თავის თავი. მარტო ევროპამ შეძლო ეს. ხო და აი რაღაც ეგეთი ხდება. ეხლა მოკლედ ვართ რაღაცა ძალიან უცნაურ სიტუაციაში რა. ერთმნიშვნელოვანი სრულიად არის მხოლოდ საქართველოს სიტუაცია, რომ ყავს ესე იგი ტიპები, ვინც გაყიდეს საქართველოს და რუსეთი უნდათ რომ შემოიტანო. ესე იგი მან დანარჩენი საერთოდ არაფერს მნიშვნელობა. არც LGBT-ს, არც იმას არაფერს. აი ამ მომენტისთვის თავარი რა არის, რომ ესე იგი ჩვენ არ გავხდეთ რუსეთის გუბერნია. და მერე ჩვენ თვითონ მოვულით ჩვენ თავს, ჩვენ თვითონ ვიპოვით გზებს, რანაირი სახელმწიფო ავაშენოთ, როგორი, რა გვინდა, ჰუმანიზმი როგორ შემოვიტანოთ, რა ფორმებით, ყველაფერს ამას დავალაგებთ. ნამდვილ კამათში, ნამდვილ დებატში, ყველაფერში, მაგრამ ეხლა არავითარი სხვა ტოპიკი, ერთია ტოპიკი, უნდა დაიშალოს ოცნება და ივანიშვილი გავიდეს საქართველოდან. აი ეს მინდოდა მეთქვა. და გამომივიდა ლექცია, მაგრამ თუ მოусმენთ, კაი სისად ძალიან.